გამარჯობათ მეგობრებო, მე მაგდას ქმარი ვარ. მიესალმეთ კობას, არავის დაუპატიჟები აქ. სხვათა შორის სამი თემა ავარჩიერა. პირველი მიზნები იყო, მეორე იყო მარტოობა. მარტოობაზე რო ვლაპარაკობ, იმას კი არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც მარტო სული ადამიანი იყო და კანკალებდე მარტოობისგან. იმას ვამბობდი, რომ მარტოობაზე შენ რო ვლაპარაკობ, ერთ დღე ვერ იტან მარტო ყოფნას. არა, ძალიანაც ვიტან. რატო ხარ ამ ოთახში? იცი რატო შემოვედი ამ ოთახში? ხო, რომ მარტო ვიყო. შეწერად. არა, მე ძალიან მიყვარს მარტო ყოფნა. ვინ მაცდის? ოქი ყვარს. მოკედ ეს ვიდეო რო ჩავრთე, ვიჯექი აქ მარტო და ვლაპარაკობდი ჩემს თავთან მხოლოდ. მაგრამ შემოვიდა დაუპატიჟებელი სტუმარი, ჩემი ქმარი და ახლავს ხედვას და ბარემ პოდკასტს შემოგთავაზებ. რას ფიქრობთ მარტოობაზე? რამდენად საჭიროა ის ადამიანის ცხოვრებაში? რაღაც პერიოდში და ვიყავი ცოტა უფრო მაგდა რა იყო. რა თქმა უნდა ხუმრობ. ნუ ხო და სერიოზულად ჩავწეროთ. კაი. დაბქვი მინდი ახლა რას კითხე. ეგრე არ კითხავ უცხოს. აბა ბუნებრივი იყავიო და. დაბქვი მინდი ახლა არა, პოდკასტია, დაჯექი და ვლაპარაკობ. ბიჭო, რა პოდკასტზე მელაპარაკები, საბაში ხარ შეწოლილი. ხო, მაგრამ ვიცით სახე ნორმალური. ვლაპარაკის დონეზე მაინც. რას ფიქრობ მარტოობაზე და რამდენად საჭიროა ის ადამიანის ცხოვრებაში? მე ხო ეს პერიოდი რაც მარტო ვიყავ. 4 წელი ვიცხოვრე მარტო. ხო და გამოყრუნტულდი? თავიდან თუ ეგ სიტყვები ადამიანურ ენაზე გამოშტერდი ანუ გამოყრუვდი. კი გამოყრუვდი, იმიტომ რომ ერთ და იგივე სერიალს უყურებდი ძალიან ბევრჯერ. თარა სერიალს, ყველაზე უბედურ სერიალს. შოთო არის უბედური. მე კაი საწყლობა საცედა. რომელი ოფისი? კი, ოფისი არის ტრაგიკომედია. ოფისი არის ყველაზე მაგარი სერიალი ვაფშე რაც. კი, თუ მარტო სული ადამიანი ხარ, შეგძათ ოფის და ფრენდს ჩაუჯდეთ. ფრენდსიც მიყვარს, მაგრამ ერთხელ მაგ ნახე და. რა მარტო სულიც ხარ, ისინი გიყვარს. ერთხელ მაგ ნახე. არ გიждები. ოფისზე გიждები. კარგი, შემდეგი კითხვა რაცენ მოგდეს და ეს. ხო და არა, უნდა მომისვა პოდკასტი ეგ არ არის, კითხების მოყრა არ არის პოდკასტი. ალბათ ლაპარაკო. კი, ლაპარაკია. ერთ თემაზე რო ამოწირავ, მე გადადიხარ მეორე თემაზე თუ კითხვა გაგიჩნდება. იცი რა მაინტერესებს? მაგდონალდს შეტყვერ წამოვღები. მაგდონალდს შეტყვერ ხო მინდოდა დღეს. ანუ 1 იანვარია, მაგდონალდში ვინ მიდის, ბიჭო? ის მიდის, ვისაც სახში ბაჟე და ნიგზენი ბადრიჯანი არ აქვს და არც ბაჟე გაქვს, არც ნიგზენი ბადრიჯანი. პილმენი ამოვიტა, ეგეთ საიზღარი გემოქონდა. რესტორანი მაიტფი, ამი ან რავი, იქ წავიდეთ პური გულიანში ან სადმე, რა ის მაგდონალდს. პური გულიანში დავხარჯავ ახლა ფულს მეტი. იგივე ფულს ხარჯავ მაგდონალდში 50 ლარი არ გეყოფა და. ხო, მაგრამ პური გულიანში მოდის ერთი ყავა და იქ მოდის მენიუ. 20 ლარს დაგიმატებ და აი, მისმინე. ნუ ხარ ფულზე ის წუწუნა. ნამდვილად მე წუწუნა ვარ ზოგადად ყველაფერზე ვწუწუნებ. აი, მოის შოკოლადი გაქვს. გაქვს. ნუ, რა შოკოლადი ტუჩის პანქარი მისვია. შავად გაქვს. ხო და ტუჩის პანქარია ძალიან მაგარი, ლუქსის. მერე ახლა ვილაპარაკოთ, იცი რაზე? მიზნებზე. და რა მიზნები გვაქვს 2025 წელს? ჯერ მე ვიტყვი. ესე იგი, ჩემი პირველი მიზანი არის, რომ დღეში 10 ფურცელი მაინც წავიკითხო. აი ეს, მეორე არის ის, რომ რაც მსიამოვნებს ყველაზე მეტად, ლაქ-ლაქი და ვიდეოების გადაღება, როგორც აქამდე გავაერთიანი და მაგით ვირთობ თავს, ისე ესე გავირთო თავი, იმიტომ რომ პირველი რომ ვერთობი, მეორე რომ ბევრ საჩუქრებს ვიღებ და მესამე აღარ მახსოვს, მაგრამ ეს ორი საკმარისია. მე იტყვის რომ რა? ოფისში არის ეგ პერსონაჟი მაგდა შენსავით. ლაპარაკს იწყებს და გზა იფიქრებს რაღაცებს. და ხანდახან ვერ იფიქრებს და უბრალოდ შუაში ამთავრებს. ეს რომელია? მაიკლი მთავარი. რა საწყალია ეგ? შენსავით. მაიკლს უნდა რომ ბევრი შვილი ყავდეს, იმიტომ რომ მე ბევრი მეგობარი ეყოლება, იმიტომ რომ არავინ არ მეგობრება. ეგ უნდა და ბავშვობაში, თორე რო გაიგო და მე ბევრი მეგობარი ყავდა. არავინ არ ეყავდა. კი, როგორ არა. ყველას უყვარს ახლა. იმიტომ რომ ბოსია, არავის არ უყვარს. არა, ბოსობიდან რო წავიდა. ყველას უყვარდა უკვე. ოკეი. თქვენი მიზნები რა არის 2025 წლიდან? ჩემი 2025 წლის მიზანი რომ სამსახური შეიცვალო? რაც დავიწყე ეს სეზონი, სპორტულ სეზონს გულისხმობ. 2024-2025 წლის სეზონი არის. მინდა რომ ნორმალურად დავასრულო პირველ რიგში, იმიტომ რომ რაღაცა ბიჭები ვართ მარტო ჩემზე არა და კარგად რო ვითამაშოთ, ეგ მინდა პირველ რიგში. მეორე
მიზანი რაც არის, რომ აი პოდკასტს რო დაიწყებ და ეგრე მთქნარებას რო დაიწყებ ადამიანი როცა ლაპარაკობს. ჩემი აზრით ეგ პოდკასტი დიდი ხანი არ გაგიგრძელდება. ხო, მაგრამ მთქნარება ბუნებრივია. ბუნებრივია, შეიძლება იყოს თუ რაღაცა მოგბეზრდა ხო, მაგრამ მე შეწყვიტო მას. ხო, მაგრამ ბნელა ამ ოთახში და მაგით ამთქნარებს. მე ჯიმში მოკლედ უზრდილობა. ჯიმშიც გავცნარებს კი და მანდაც გეჭხუბები რომ ვარჯიშავ. ტიპია წამი. ვარჯიშობ იმენა რაღაცა. და ეხლა მე და ეს ერთად არ ვარჯიშობთ, იმიტომ რომ ანუ მე რო ჩავდივარ და რაღაცას ვაკეთებ, ამას ძირითადად სულ ხელების ვარჯიში უწევს, იმიტომ რომ მეც არაფერს არ ავარჯიშებს. მას უნდა რომ მაგარ ჯანზე მოიყონოს ბიცეპსი და ტრიცეპსი უნდა რომ გქონდეს მაგარ. რას აკეთებ მაგ და დღეს? ხელებს. საერთოდ იმ წინადადებიდან დაიკარგე რაც დაიწყე. ხო, იმიტომ რომ თქნარებაზე გადავედი ეხლა და მინდოდა რომ გამოვცო ეგ შენი თქნარებების ისტორია, ხო და გავხედავ მაგდას და აი კოდება, აი თქნარებით კოდება ძმა, იმენა. ის თამაინტერესებს შვილის გაჩენას როდის გეგმავთ ისე და ბედი. შვილის გაჩენას. სხვათა შორის ეგ როგორ რაღაცა იცი? აი პირადად რო შეგეძლია. როცა არაფერი არ გიშლის ხელს და მაშინ არ გინდა და მე როცა რაღაცა რომ შეგეწინააღმდეგება ან რაღაცა, მე რომ მოგინდება. ეგრე ვართ ეხა, როგორც იცით, მაგდა სახეზე მკურნალობს. და არ შეიძლება ჯოშვილის გაჩენა, იმიტომ რომ რაღაც წამოსვამო. ხო, მაგრამ მანამდე არ გვინდოდა. და აი ხა მოგინდა ხო მაინც და მაინც, მე რომ არ მცალია. ავიცი რა მე რაღაცნაირად მატარა კობულიჩი მეზარება. არ იქნება კობულიჩი. მაგდონეში? იო. იყოს მაგდონეშიც მე ვარ. რაღაცნაირად აი გოგო მირჩევნია. თორს მაინც ჩაუწნი. შენაირი ბავშვი თუ მეყოლება, იმენა არ ვიცი აშვის. რას ნიშნავს ჩემნაირი? შენ დედაშენსაც არ უყარხარ და ახლა მე რატომ უნდა მეყარდეს შენ? მეორე კიდე. მე საგეთ მამა ჩემს უყარყარ. არა, მაგდას დედას მაგდას აუ. დედამის უყარს მოკლედ. აბა მე მე უბრალოდ სახში ყოფნა მიყვარს. მეც მიყვარს სახში ყოფნა. შენ არ გიყვარს სახში ყოფნა. სახში ყოფნა იმიტომ არ მიყვარს, რომ საჭმელი არ მაქვს მაცივარში. აბა საჭმელი მქონდეს, თუ გამიყვანდი სახლიდან. ეს დავდი 40 წელიწადს ვეძებ. აი, რამდენი საჭმელი მაღაზია. რა, ის გუშინ ვიყიდეთ, ნიგზიანი ბაზიჯანი და ნიგოზი არ მოყვა და ის ხო ბორში ხო და ბორში არ მინდა. ახალწელს ბორში რა უბედურება. აი ხო, ბორში მაქვს. ბორში შენი იყოს. ის სადილად პილმენი ვისაკ. მე იცით რატომ? იმიტომ რომ საჭმელს არ ვაკეთებ, ისი ბრალია ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, დედა ჩემის ბრალია, იმიტომ რომ ბავშვობაში არ დამაძალა. დედამის მეუბნები მართლა სულ ანუ ყოველ ნახვაზე რომ ანუ საჭმელს რატო არ აძალებდა რომ ესწავლა გაკეთება ანუ გავიგეთ რომ strong independent woman ხარ და არ უნდა აკეთებდე საჭმელს და რაღაცები, მაგრამ მე ვინც დააკდა ეგ რომ ეხა საჭმელს კეთება არის. მე რაც მინდა რომ ვჭამო, ვიკეთებ ეხა სიტყვაზე მკიდია რა. აუ, რა უნდა იცით კვერცხი და მაკარონი ხორცში. კი. დანარჩენი მეზარება უბრალოდ, ან კიდია რა, ვირასაც ჭამითაც ბედნიერი ვარ. ანუ საჭმლის გაკეთებას ცოდნა არ უნდა რეალურად. უბრალოდ მეც მაგრამ მეზარება თუ რაღაცნაირად დავგუგლავ და ვნახავ რა როგორ უნდა გავაკეთო. ხო გავაკეთე ჩიჟიბი. ერთხელ გააკეთა ჩიჟბიჟი და საპნის გემოქონდა. იმიტომ რომ პომიდორი არ გამირეცხავს. კარგად. და საპნის გემო რატო ქონდა? საპონი არა, ობის გემოქონდა. ავიდე? სად? სახლიდან. არა, რატო? რა უნდა მოიტანო საჭმელი? ეხა მიპასუხე. ოდესმე თუ დამშორდი, რა იქნება მიზეზი? ეხა ვიცი რომ გეზარება დაშორება, მაგრამ იმ მომავალში. ნუ აი მე რომ კიდია რაღაცეები თქო და შენ მაგას თუ პირადულად მიიღებ. რომ ამას ჩემთან არ ხარიან რაღაცეები და შენც აღარ გააკეთებ. და გეწყინება და რაღაცეები. ეგ ახლა პრობლემა იქნება სერიოზული. იმიტომ რომ ეხა შენ რომ მეტყვი რო გარეთ გასვ არ გიდაო და მე გეტყვი რომ ხო არ მინდა. მაგრამ შენ თუ გინდა გავიდეთ. და მაგალითად თუ ვიჩხუბებთ, კი პრობლემა. ზეღა დღეს რომ მკითხე გარეთ გასაირდება, გინდა ყობა? მე გიპასუხე არა, მაგრამ შენთან ერთად კი. შენთან ერთად გავისეირდე. მოითმენ. ხოდა რა ვი? სხოლის გამო დაგშორდები. იმის გამო დაგშორდები, რომ ამ თქნარებ. თქო ხო არ გეტყვი.